საღამო მშვიდობის ყველას ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ხართ? აბა როგორ ხართ? იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის, თქვენთან მოვედი საჯარო გაშლით კითხვების გარეშე. ჩემო ძვირფასებო, ეხლა კარტს ვამზადებდი და აი ეს დასტა, ეს კარტი ამომივარდა. ქვეში საათი, იყვეს აქ. მინდა რომ აქ იყოს. აბა როგორ ხართ აქ? მინდა რომ აქ იყოს. აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო, დღეს რატომღაც მოვედი ეხლა თქვენთან პარტნიორზე საუბრობთ. სრულად უნდა გამოვიკვლიო ჩემო ძვირფასებო, აი იმ განწყობაზე ვარ ეხლა. ძალიან კარგია თუ ისმის. ჩვენი პარტნიორი რას მოქმედებს? რა დღეშია? ჩვენი პარტნიორი რას მოქმედებს? რა დღეშია? კითხვა პასუხი არ მექნება. საჯარო გაშლა მექნება ჩვეულებრივი, ჩემო ძვირფასებო. კითხვა პასუხი არ მექნება, იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდება. საღამო მშვიდობის მოგესალმებით ყველას. პარტნიორზე სასაუბროდ მოვედი, ჩემო ძვირფასებო. ანუ გაშლა უნდა გავაკეთო ჩვენ პარტნიორზე, ვინც გინდათ ჩაიფიქრეთ. ოღონდ ჩაიფიქრეთ. ჩვენი პარტნიორი რას მოქმედებს რა დღეშია, სად გადის, სად მოდის? ხო, უნდა გამოვიკვლიოთ მისი ნაბიჯები. თან მეგობრებო, კითხვებს ვერ ეხლა რო არ გამომეპაროს არც ერთი მისი ქცევა. კითხვებს წერ რო არ გადამაყენოს. ალბათ ბევრ ავიწყდებათ მეგობრებო კითხვები, კითხვა ავიწყდებათ, ბევრჯერ მეც დამართნია ხოლმე. ალბათ ბევრ ავიწყდებათ მეგობრებო კითხვები, კითხვა ავიწყდებათ, ბევრჯერ მეც დამართნია ხოლმე. მართლაც აქამდე არ მქონდა ის სიტუაცია, რომ მშვიდად დამდარიყავი და თქვენამდე მოსულიყავი აი ამ ჩემი სფეროთი. ასე რომ ეხლა მოვედი და ვიმედოვნებ, რომ ყოველს გავაკეთებ საჯარო გაშლას ყოველ საღამოს ჩაგიწერთ, რათა ვიცი რომ მელოდები, როგორც მე ველოდები ზოგიერთების გაგებს, რომლებსაც დღესაც ვუყურებ და ველოდები, თქვენ წარმოიდგინეთ, მეც ვუყურებ სხვის გაშლებს მეგობრებო. ასე რომ კი, ჩვენი პარტნიორის სასაუბროდ მოვედი. რა უშლის ხელს? კითხვებს წერი, ისე ვიმეორებ მეგობრებო. დღესაც ვუყურებ და ველოდები, თქვენ წარმოიდგინეთ, მეც ვუყურებ სხვის გაშლებს მეგობრებო. ასე რომ კი, ჩვენი პარტნიორის სასაუბროდ მოვედი. რა უშლის ხელს? კითხვებს წერი, ისე ვიმეორებ მეგობრებო. აი, ლაპარაკში კითხვებს წერ. რა უშლის ხელს? ვინ უშლის? ხო. აი ესე, საწერ კალამი და ფურცელი, და ქვეში საათი ნიშნავს და აი ეს კარტის რას მიგვანიშნებს? რას ნიშნავს ეს დროის ფაქტორი? დროის ფაქტორი. მე მგონი დავიწყოთ თუ კი რაიმე შეკითხვა კიდევ დამებადებ ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად კეთილს დავდებ, ხატს დავდებ, პარტნიორს შევეკითხები. ეს გავამზადებ. მე მგონი დავიწყოთ
დავიწყოთ თუ კი რაიმე შეკითხვა კიდევ დამებადებით ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად კეთილს დავდებ, პარტნიორს შევეკითხები. ეს გავამზადოთ ეტასტაც, ძალიან მიყვარს ჩემი ეტასტა საღამო მშვიდობის ყოველს მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეხლა სანამ საჯარო გაშლას დავიწყებდე, მინდა მოგახსენოთ, რომ თუ კი თქვენს გავამზადოთ ეტასტაც, ძალიან მიყვარს ჩემი ეტასტა საღამო მშვიდობის ყოველს მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეხლა სანამ საჯარო გაშლას დავიწყებდე, მინდა მოგახსენოთ, რომ თუ კი თქვენს კითხვა პასუხებს ვერ მივაქცევ ყურადღებას, არ გამინაწყენეთ, რადგან დრო რო არ დავკარგო, მეგობრებო, კარგ ცოტას კამერას ასე მოვაბრუნებ. დრო რომ არ დავკარგო, მეგობრებო, კარგ ცოტას კამერას ასე მოვაბრუნებ. და გონება რო არ გამეფანტო, საღამო მშვიდობის მოგესალმებით ყველა ძვირფასებო. იმედი კარგად ისმის. ერთ-ორჯერ დამემართა ეს საჯარო გაშლას ვწერდი და თურმე ხმა არ მოდა. მოკლედ დავიწყოთ ეხლა ეს გადავატრიალებ ნახევარ კარს. ეხლა ესე გადაურევ, თქვენ რაც გევალებათ დასხედით, მოეთურმე ხმა არ მოდა. მოკლედ დავიწყოთ ეხლა ეს გადავატრიალებ ნახევარ კარს. ეხლა ესე გადაურევ, თქვენ რაც გევალებათ დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, როგორც ხომ ის ჩაივის თქვენ რაც გევალებათ დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, როგორც ხომ ის ჩაივის აი პირველი თქვენი პარტნიორი უბედური ღეშია, უარდოზორყვიან. დროზე აი ის ხდება ეხლა. მისი ჭირი მე თქო, ძალიან მიხარია. რა ვთქვა, მაგრამ არ ვიცი და მიერთვა ლაივის როდესაც ყოველთვის ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები. აი ესეც უნდა ამოვიღო. რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში და ახლა გეტყვით. დავიწყებია ჩემო ძვირფასებო. არ ვიცი რამდენად იციან თქვენ შესახებ. ეხლა მე არ დავიწყებ იმის ახსნა განმარტებას, აქ თქვენ მესამე ხართ თუ მეორე ხართ. ამას არ დავეძებ. სამკუთხედში თუ ორკუთხედში თუ ხუთკუთხედში. ამას არ დავიწყებ, მეგობრებო. ეხლა ვსაუბრობ თქვენ პარტნიორზე. თქვენი პარტნიორი იქ სადაც არის კამათობს. არ ვიცი იციან თუ არა თქვენ შესახებ, მაგრამ ვიღაც რომ არის ის ნამდვილად იციან და ამის გამო კამათობენ. თუ პარტნიორი ყავს თქვენს იქეთ თუ თქვენამდე იქ კამათობს. აი ბერურობა აქვს, მეგობრებო. აი ვსაუბრობ თქვენ პარტნიორზე. თქვენ
პარტნიორი იქ სადაც არის კამათობს. არ ვიცი იციან თუ არა თქვენ შესახებ, მაგრამ ვიღაც რომ არის ის ნამდვილად იციან და ამის გამო კამათობენ. თუ პარტნიორი ყავს თქვენს იქეთ თუ თქვენამდე იქ კამათობს. აი ბერურობა აქვს მეგობრებო. აი არ ეჭვიანოთ. არ ეჭვიანოთ. არაფერი არ აქვთ. აი არ ეჭვიანოთ. არ ეჭვიანოთ. არ ეჭვიანოთ. არაფერი არ აქვთ. არაფერი არ აქვთ. 1000%-ით გეუბნებით რომ იქ არაფერი არ აქვთ. არც როლი აქვთ, არც პატივისცემა აქვთ, არც თავმოყვარეობაც არ აქვთ. დაკვლარი ჩემო მეგობრებო. მოკლედ გული მომდიოდა დღეს აქ საჯარო გაშლისთვის ლაივში. აი არ ვიცი უნდა გამეთებინა ეს ლაივი. კონფლიქტობენ უბედურ დღეში არიან მეგობრებო. გაუცხოება აქვს თმანეთში ნახეთ ორივე ამურმებულია. არანაირი სიყვარული, არანაირი თავმოყვარეობა, არანაირი პატივისცემა, არანაირი ყველაფერი ზუსტად ის როგორც ჩვენ გვინდა. ავქნათ. რასაც დავიმსახურებთ, იმას მივიღებთ. კიდევ რა ხდება პარტნიორის ცხოვრებაში, თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? ვთქვით რომ იქ არაფერი არ აქვთ, არც როლი აქვთ, არც პატივისცემა აქვთ, არც თავმოყვარეობაც არ აქვთ. დაკვლარი ჩემო მეგობრებო. მოკლედ გული მომდიოდა დღეს აქ საჯარო გაშლისთვის ლაივში. აი არ ვიცი უნდა გამეთებინა ეს ლაივი. კონფლიქტობენ უბედურ დღეში არიან მეგობრებო. გაუცხოება აქვს თმანეთში ნახეთ ორივე ამურმულია. არანაირი სიყვარული, არანაირი თავმოყვარეობა, არანაირი პატივისცემა, არანაირი ყველაფერი ზუსტად ის როგორც ჩვენ გვინდა. პროტებაში თუ არ ჩავყევთ, კი ბატონო. ავქნათ. რასაც დავიმსახურებთ, იმას მივიღებთ. კიდევ რა ხდება პარტნიორის ცხოვრებაში, თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? ძალიან განიცდის დანაკარგებს. ეტყობა ჯერენი ენერგიით ეს ადამიანი ფინანსებს იმუშავებდა, მეგობრებო, ნახეთ? ჯერენი ენერგიით ეს ადამიანი ფინანსებს იმუშავებდა, მეგობრებო, ნახეთ? ნახეთ რა ხდება ახლა აქ. ნახეთ რა ხდება ახლა აქ. თქვენი მხელა ენერგიას აძლევდით ამ ადამიანს, რომ ამ ადამიანს თქვენთან ერთად ფინანსები შემოსდიოდა და ეხლა ეს ფინანსები აღარ შემოსდის. თქვენი მხელა ენერგიას აძლევდით ამ ადამიანს, რომ ამ ადამიანს თქვენთან ერთად ფინანსები შემოსდიოდა და ეხლა ეს ფინანსები აღარ შემოსდის. კარგია. ბრძოლები აქ, იმალება, დასვენდა, უარს ამბობს ამ ყველაფერზე, ამ ტკივილებზე, თითქოს უნდა მუშაობა და დაბრუნება, მაგრამ რა ვიცი. ეს ყოლა აქ არ დავტოვე მეგობრებო. საათი. ეტყობა ხშირად უყურებს საათს, თქვენი პარტნიორი. უყურებს ხშირად. კიდევ რა ხდება? წარსულის დავიწყება უნდა და რაღაც ახალი ეტაპის დაწყება უნდა. ახალი პერიოდი უნდა, ყველაფერი წინსვლით უნდა, წარმატებით უნდა. კამათის და ჩხუბის გარეშე, ანუ სილიწამების გარეშე, აქ შემოძვირფასებო თქვენი პარტნიორი ყველანაირ ყველაფერს აიგნორებს, იგნორში მიდის, იმიტომ რომ არაფრის ახსნას არ აპირებს, არ მინდაო ამბობს. თუ არ ვარ ვალდებულიო რაღაც ესე, თუ აზრი არ აქვსო, შეიძლება ამასაც ფიქრობს, მოკლედ რა. კიდევ რა ხდება მასთან? აი გითხარით. შელახა პატრონს მომიტევეთ. აი ასე მეგობრებო. ეხლა არიან კუდამოძუებულები.
ეხლა არიან სუდად დანაკარგებს განიცდიან, ნახეთ, მუშაობის თავიც არა აქვთ, ესე რო იყოს კიდე ხო, აი ესე მუშაობის თავიც არა აქვთ, წარმაცები მეგობრებო. კარგით. ნახოთ ეხლა, რა დღეშია და ძალიან ცუდ დღეშია. ეხლა ვნახოთ, სად დადის? აი სად დადის თქვენი პარტნიორი, თუ დადის სადმე? ჩემო ძვირფასებო, კითხვები ჩამოწერილი მაქვს, ასე რომ არ ინერვიულოთ. სად დადის? აი მისი ნაბიჯები, სად დადის? სად დადის? სად დაბრძანდება? ვერსადაც ვერ დადის, ჩაკეტილია, ფინანსები არა აქვს, ვერსად ვერ. აი, ნახეთ მეგობრებო, აი რა ვთქვა, ნახეთ, სად დადის? დედმამასთან დადის, მეტი ვერსად ვერ დადის. რა ვქნა? თუ დედმამა ყავს, დედმამასთან დადის, ან ბიძია და ბიცოლასთან დადის, ან დასთან და ძმასთან დადის, ხო, აი ესე დადის. სადაც უფრო ფინანსებს მოსთხოვს, ვინც ფინანსურად ეხმარება. ხო, აი რაღაც ასე ჩემო ძვირფასებო, ესეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა ეხლა, რომ აი ამ კარტებს თუ შევხედავთ, ხო, მერე იქ ნახეთ, კიდევ ბრძოლები აქვს, ისინი არ აძლევენ ამ ფინანსებს, არ ეხმარებიან. ვაიმე აღარ შემიძლი, არ ეხმარებიან, დაპაუზებულია, პაუზებშია. არ ეხმარებიან, ფულს არავინ არ აძლევს. აი მეკრთამე როიტყვიან. აი მეკრთამე. მეკრთამე, არ ვიცი რა დავარქვა, მათხოვარი მომიტევეთ არა. აი ხელგამოწვდილი რო დადის, აბა დამეხმარეთ, მხოლოდ ფინანსურად დამეხმარეთ, ჭკუა არ დამარიგოთ. აი ესე. ხელგამოწვდილი რო დადის, აბა დამეხმარეთ, მხოლოდ ფინანსურად დამეხმარეთ, ჭკუა არ დამარიგოთ. აი ესე. ხო, არ ვიცი, ტელეფონი რატომ გამეთიშა? იმედია ისმის ჩემო ძვირფასებო და კარტი ამომივარდა. ჭკუა არ დამარიგოთო. იმდენად სახელი აქვს გატეხილი, ჩემო ძვირფასებო, თქვენ პარტნიორს, რომ ფულს არავინ არ აძლევს. ფულს არავინ არ აძლევს. სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო, ხო და ეხლა თავი აქვს უკვე გატეხილი და თავი უსკდება უკვე, აი ამდენი ფიქრიდან. თავის ტკივა უკვე. იმიტომ რომ თავის დროზე არასწორი არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა, ორ პირი, ტყუილების გუდა. მაპატიეთ, ნუ ამ საღამოს ესეთი პარტნიორი მოვიდა, ჩემო ძვირფასებო, თქვენ არ ინერვიულოთ, თქვენთან ერთად მეც ვიფიქრებ ყოველთვის. ასე რომ თქვენს გვერდით მიგულეთ მეც. მოკლედ, ფინანსების ამბავი გავარკვიეთ, კი, ვერ მიდის ვერსად, იმიტომ რომ ფული არა აქვს. ვისთანაც მიდის, დედმამა ან ბიძია და ბიცოლა და იქ ფულს არ აძლევენ, იმიტომ რომ იმათმა რამდენჯერაც მიცეს ეტყობა, უკან არ დაუბრუნა, დაბრუნება არ იცის ეტყობა, მეგობრებო. როგორ ფიქრობთ თქვენმა პარტნიორმა ფულის დაბრუნება იცის, ვალის დაბრუნება იცის? მე მგონი არ იცის. მომიტევეთ. მომიტევეთ ძვირფასებო. ხანდახან ეკრანზე შემოვიხედები ხოლმე, რომ აი გამეცინოს. კი, მასეა ნამდვილად. მოდი ახლა ვკითხოთ. აი რა უშლის ვალის დაბრუნებაში ხელს? აი ძალიან მაინტერესებს. აი რატომ არ აბრუნებს ვალებს? აი თუნდაც ურთიერთობაც ვალია, სიყვარულიც ვალია, ფინანსების ვალი ხო ვალი და ვალია. აი რა პრობლემებიც გააჩნია თქვენთან, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, ჩემო ძვირფასებო, ის იგულისხმეთ, ანუ თქვენ სიტუაციას მოერგეთ. მე კი ესე შეკითხვას დავსვამ ახლა. რა უშლის ხელს თქვენ პარტნიორს ვალის დაბრუნებაში? და რა ვალიც აქვს, ეს თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ ახლა. რა უშლის ხელს? მერთო, რა უშლის ხელს? რა უშლის ხელს? ის უშლის ხელს, ჩემო ძვირფასებო, რომ აი ყოველთვის ირჩევს ისეთ სიტუაციას ურთიერთობაში, რომ ეს სიტუაცია თქვენს ურთიერთობაში აგდებს დისჰარმონიას, ბალანსი იკარგება. ამიტომ მას ერთმევა იმის ძალა და შესაძლებლობები, რომ ვალი დააბრუნოს.
იმედია გარკვევით ახსენი, რაც ვთქვი, ჩემო მეგობრებო, ანუ იმდენად პრაქტიკულად აკეთებს ამ ყველაფერს თქვენი პარტნიორი. ხო, სულ ახალ რაღაცებს იმიზეზებს, სულ ახალ რაღაცებს მოიფიქრებს და აი ეს ტყუილები, ახალი ტყუილები ზუსტად არის იმ ბალანსის დარღვევის მიზეზი, რაც ხდება ახლა ურთიერთობაში, ნებისმიერ თქვენთაგანთან. აი ესე. ტყუილები, ჩემო მეგობრებო, ვის ფინანსები წაგართვათ ბალი აქვს, ვის სიყვარული აქვს დასაბრუნებელი, ვის ბოდიში აქვს დასაბრუნებელი, ანუ ვის რა აქვს დასაბრუნებელი. აი ესე, ეხლა ჩემო მეგობრებო, მინდა ესეთი შეკითხვა დაუსვა, აი რას გადაწყვიტავს, მოდი ვნახოთ ჯერ მისი ნაბიჯები, რა იქნება მისი ნაბიჯები თქვენსკენ. მისი ნაბიჯები თქვენსკენ არის ის, რომ უკან არაფერზე არ დაიხევს, თუმცა ძალიან არეულია ეხლა ამ ეტაპზე. ძალიან ცუდ დღეშია, ვის კარგი ამბები მიაქვს, მასთან და ვის ცუდი. რაღაც ამბებს ჭორის სახით გებულობს. ანუ ვიღაც ადამიანები არიან ჩარეული მის ცხოვრებაში, ვინც რაღაც ამბებს მიარბენინებენ მასთან და ეს ყველაფერი ძალიან უბნევს გონებას, რო იტყვიან და გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან უშლის ხელს, რომ საღად იაზრონ. თუმცა ამბობს იმას, რომ უკან არაფერზე დაიხევს. ოხ, სად შეგვიძლია? მისი ნაბიჯები, კიდევ მინდა ვკითხო. მისი ნაბიჯები. შიში აქვს. ცვლილებების ძალიან დიდი შიში აქვს. დანაკარგების შიში აქვს. ამ ადამიანს მე თუ ამ ჩემი სურათით ვიმსჯელებ, ჩემო ძვირფასებო, ჯერ ერთი ის რომ ძალიან ნანობს დანაკარგებს თქვენთან დაკავშირებით, ჩემი სურათით ვიმსჯელებ, ჩემო ძვირფასებო, ჯერ ერთი ის რომ ძალიან ნანობს დანაკარგებს თქვენთან დაკავშირებით. უნდა ამ ადამიანს ძალიან ჩემო ძვირფასებო ეკრანი რატომღაც ითიშება რა სჭირს არ ვიცი და ამიტომ ხანდახან შეიძლება მქონდეს შეფერხებები, მომიტევეთ. შეცდომებზე საუბრობს, რომ ეშინია კიდევ შეცდომები არ დაუშვას. იმყოფება არასრულყოფილებაში, თავის დადგმულ ტყუილებში და თითქოს და თუ კი გაჩვენებთ ეს ადამიანი თავისუფლად თავს, ანუ თავისუფალი ვარ, ან თუ გადაადგილდება თავისუფლად, რაც უნდა იმას ვაკეთებო, ალბათ ასე გაჩვენებთ. დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილება მოაქვს თქვენამდე, ეს ასე არ არის, არ დაიჯეროთ. თავისუფლების რა მოგახსენოთ, ძალიან ცუდათაა. ძალიან გამოცდილია თავის საქმიანობაში. ძალიან გონივრული საქციელებით შემოიფარგლება, ანუ იმას, რასაც აკეთებს და გააკეთა, ეს გონივრულად გააკეთა, ეს არ არის რაღაც ისე ჩადენილი, დაუფიქრებელი, არა, დაფიქრებულად გადადგმული ნაბიჯი. ანუ ეს არის ყველაფერი განზრახული. ნებით გაკეთებული, უნებლიეთ შეცდომებზე არა, მეგობრებო, ნებით. კიდევ მისი ნაბიჯები რას გადაწყვიტავს და ეხლა უყურეთ რა ხდება აქ. იმდენად მოჯაჭვულია თქვენთან და თქვენზე, რომ თქვენს ურთიერთობაში ყველაზე დიდი რო იტყვიან ხელში გიკავიათ თქვენ, ანუ ეს ურთიერთობა ეხლა გადმოსულია თქვენზე და თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, ისე იქნება. მას კი გონია, რომ მას მიყავს პარადი, მაგრამ ბოდიში. ეხლა უყურე აქ რა ხდება. ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით, თითქოს და აი შეუმჩნეველი ნაბიჯებით დაიწყებს მოქმედებას. გამოვა თავისი დადგმული სცენებიდან და ლაბირინთებიდან. ეს თავისი ჩახლართული საქციელებია, სადაც ჩემო ძვირფასებო თვითონ გაივა რო იტყვიან.
ამიტომ ელოდეთ მისგან მსგავს რაღაც ნაბიჯებს, პატარ-პატარა ნაბიჯებს. კი, კიდევ რას უნდა ელოდოთ მისგან. კი, აი, ნახეთ, მოდის. მოდის. მოდის, ჩემო ძვირფასებო, მოდის, აბარა. მოდის, ნახეთ, მოგროთ, მაგრამ მოდის დადგმული სცენებით. ისევ არტისტულად მოდის, ისევ სკანდალებით მოდის, ისევ რაღაც თავისი დადგმული სცენებით მოდის. და იცით როგორ მოდის? თითქოს და თქვენ მას პირიქით მოეკეცით უპატიოსნოთ, არასასიამოვნოთ. თვითონ გრძნობს თავს დამარცხებულად. ანუ თითქოს და თქვენ მასზე არ ვიცი, როგორ პირიქით. ანუ პირიქით უნდა ფიქრობდეთ და ის ფიქრობს ეხლა აქეთ გაბრალებთ. ის პირიქით აქეთ გაბრალებთ. კითხვა და პასუხი არა, ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ ლაივი ჩავრთე საჯარო გაშლით თქვენს პარტნიორზე. ვინც ეხლა შემომიერთდით, მოგესალმებით. ჩემო ძვირფასებო და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, აი იმ სითბოს და ყურადღებისთვის, რასაც ჩემს მიმართ იჩენთ, იმ თითოეული ლაიქისთვის, გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ვინც გვიან შემოგვიერთდით, ამ საჯარო ლაივს ჩემო ძვირფასებო ავტვირთავ YouTube გვერდზე, YouTube არხზე და შეგიძლიათ იქ თავიდან ბოლომდე უყუროთ. უღრმესი მადლობა საჩუქრებისთვის, გაიხარეთ. ხო, მოკლედ რას ვამბობდი და გავაგრძელოთ. ნახეთ, პრობლემებში აღმოჩნდა თავისი საქციელით, დაკარგა ძალიან დიდი ხვავი და ბარაკა, თქვენ იყავით მისი საარსებო ფინანსური წყარო, ენერგია, სასიცოცხლო რო იტყვიან. კი, ეცდება მანამ სანამ არ მიაღწევს თავის სასურველ შედეგს თქვენთან დაკავშირებით. აუცილებლად ეცდება. ამ წუთას ეხლა ამ ეტაპზე აქვს ძალა გამოლეული ჩემო ძვირფასებო, თავისი მანიპულაციებით, თავისი ქმედებებით, მას თვითონვე დაუბრუნდა უკან და ძალიან ცუდად არის ეხლა, ასე რომ აი ნახეთ, უსამართლობაში გდებთ ბრალს აქეთ. ანუ თქვენ იქეთ უნდა დადოთ ბრალი უსამართლობაში და თქვენი პარტნიორი აქეთ გადანაშაულებთ. არც მეტი, არც ნაკლები და სამყაროზეც გაბრაზებულია, სამყაროს და უფალს გაუბრას და რომ როგორ გაება თავის დადგმულ მახეში. ჩვენ ბოდიში. აი ეს ტყულა აქ არ მიდევს. აი ეს აქ სპეციალურად მიდევს მეგობრებო, იმიტომ რომ დროის ათვლა დაწყებულია უკვე თავის ცხოვრებაში. დრო უკვე ჩართულია, ანუ როგორაა? დროის ათვლა დაწყებულია. კიდევ რა? კიდევ ის რომ სამკუთხედებში გამყოფებდათ. არასტაბილურობაში გამყოფებდათ, სიყვარულს არ გაჩვენებდათ, არ გაძლევდათ და აი სადამდე მივიდა ნახეთ? აი თავისი ქმედებებით მივიდა იქამდე, რომ ის თვითონ არის ეხლა ესე, აი ესე თავისი სურათი, აი და თქვენ ნახეთ როგორ ხართ? მამაკაცებო, არ აქვს მნიშვნელობა ეხლა თქვენ მიყურებთ თუ ქალბატონები. ეს ხართ თქვენ, ეხლა ვინც მე მიყურებთ. ასე რომ აბატონო, მისი სიტუაცია და თქვენი სიტუაცია. რაც დაიმსახურა, ის მიიღო. ნუ რა ვქნათ? მოკლედ, ეხლა რა ვკითხოთ ჩვენ დასტას? ჩვენ დღეს გვაქვს მხოლოდ პირადი საჯარო გაშლა გვაქვს თქვენს პარტნიორზე, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ მომიტევეთ, რატომღაც მომინდა საჯარო გაშლით მოსულიყავი ლაივით პარტნიორზე სასაუბროთ. მოდი ვნახოთ ეხლა, რა როლი გიკავიათ მის ცხოვრებაში? აი თქვენ ესე მშვიდი და გაწონასწორებულები ხართ. რა როლი გიკავიათ თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? არა, მე ასე არ ვფიქრობ, სოფია. პარტნიორი და კაი ცხოვრება არა, არ გვექნება, პარტნიორი და კარგი ცხოვრება არ გვექნება. იცით, როდის გვექნება ყველაფერი კარგად? მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად საკუთარ თავს შევიყვარებთ.
აი ესე. და ძალიან კარგად ვიგრძნობთ თავს პარტნიორის გარეშეც, ჩემო კარგო. აი მაშინ გარწმუნებთ, რომ მოვა ისეთი პარტნიორი ჩვენს ცხოვრებაში, აი როგორების ღირსებიც ვართ. აი კი, ნამდვილად ასეა. რა როლი გიკავიათ თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? ასეა. რა როლი გიკავიათ თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? აი რა როლი გიკავიათ? აი რა როლი გიკავიათ თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში და პასუხი. თქვენ ხართ მისი ოჯახი. თქვენ ხართ მისი აწმყოც და მომავალიც, წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. თქვენით ხარობს ეს ადამიანი, მაგრამ რაც დაიმართა და რა ქნას, რა გააკეთოს ახლა, ამბობს ამას. აი რა გავაკეთო? აი ვარ ახლა ესე. აი ეს ხართ მისთვის, ნახეთ უბრალოდ, აი ჩემო ძვირფასებო. თქვენ თვალწინ ვიღებ კარტებს, როგორ მინდა რომ ყველა თითოეული მათგანი აი ესე დაგანახოთ. აი თქვენ ხართ მისი ოჯახი, ვინ ხართ მისთვის და აი თვითონ როგორაა ახლა უთქვენოთ. აი ასე. ეკუთვნის ხო? ნუ რა ვქნათ, დაიმსახურა. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენთვის ჩაფიქრებული პარტნიორი? აი რაც გააკეთებს იმისთვის, რომ დაგიბრუნოთ, აი აქამდე რომ მოვიდეს. რას გააკეთებს? თქვენსკენ იხედება, თუმცა გეტყვით იმას, რომ თქვენსკენ იხედება კი, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ წყვიტავს, იმიტომ რომ მთვარეშია და ყვავებშია, ძალიან დამთვარულია, ჩემო მეგობრებო. მოტყუებული გრძნობს თავს. კი, ეხლა ჩუმადაა თავისთვისა, არავის არაფერს არ ეუბნება, არის თავისთვის, თუმცა რაღაცებს მაინც ხლართავს. კი, რაღაცებს მაინც ხლართავს. რას ხლართავს? რას? მოსვლას ხლართავს, მოწერას ხლართავს, გეგმავს მოწერას. თუ თქვენ თვლით რომ სადმე სიახლოვეს იმყოფება, მოვა, თუ არა და მაშინ მოგწერთ. ყოველ შემთხვევაში მოგწერთ მაინც. აი რას მოგწერთ? კი, რა თქმა უნდა, გააკეთებდა. რა თქმა უნდა, ეხლა ეს საჯარო ლაივი შეიძლება ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდეს, მეგობრებო, ასე რომ რაც მოვა თქვენამდე მოვა, რაც არ მოვა და გაუშვით, არ ინერვიულოთ. აი ნახეთ. აი რა ვქნა, მის ფიქრებში ხართ, მის ოცნებებში ხართ, მის გულში ხართ. აი 24/7-ზე მასთან ხართ და ამ ყველაფერს არავის არ ეუბნება. არც თქვენ არ გეტყვით, რომ თქვენ მის ფიქრებში ხართ. ამ ყველაფერს მალავს რომ მოწერა უნდა, მალავს რომ თქვენზე ფიქრობს, მალავს რომ თქვენ ხართ მისი ოჯახის წევრი. აი ოჯახის წევრივით ხართ მისთვის. თუ თქვენ შორის ჯერ არ იყო ოჯახი და აქამდე ვერ მიხვედით, იცოდეთ რომ ამას ფიქრობს თვითონ, მაგრამ არ გეუბნებათ. კარგით, კიდევ ძალიან ცუდად არის იქ, სადაც არის. თუ თქვენ ხართ მესამე პირი და თქვენს პარტნიორს ოჯახი აქვს, იქ ძალიან ცუდათაა. იქ არის უბედურ დღეში, ძალიან ცუდათაა. თუ თქვენთან ოჯახი ქონდა და სხვასთან წავიდა, ესეც იცოდეთ რომ იქაც ცუდათაა. ახალ გზებს ეძებს და ფიქრობს იმას, რომ ის ახალი გზები, რომელსაც მოძებნის, არ გაუმართლებს. ახალი ხრიკებით, მეგობრებო. კი, ეშინია რომ გეგმები არ ჩაიშალოს. ფიქრობს, მაგრამ არალოგიკურად ფიქრობს. ძალიან დიდ დანაკარგებშია, ძალიან დიდ ემოციურ ფონშია, ბრძოლობს, შრომობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დიდი გულის ტკივილი გადაიტანოს რაღაც სპორტის სახეობაში, ან რაღაცით დაკავდეს. კიდევ რას გვეტყვის? სულ პრობლემები და პრობლემები, უარყოფითი ტენდენციები, ეგოისტი ადამიანი, რომელიც ახლა ძალიან დიდ დანაკარგებშია. აი
ძალიან დიდ დანაკარგებშია, მაგრამ ორი შანსი კიდევ მაქვს ამბობს. აი, აბატონო, ელოდეთ მისგან, ელოდეთ, თუმცა ესე პაჟივით, მეგობრებო, ეს იქნება რაღაც უმნიშვნელო, პატარა, მცირედი, თუმცა ელოდეთ. ბევრი თქვენთაგანის შორის კიდევ შეიძლება იყოს ასაკობრივი სხვაობაც, მენტალური სხვაობა, გონებრივი სხვაობა, თქვენ უფრო ჭკვიანები ხართ, ის კიდევ ცოტა აი, რა ვთქვა, როგორ ვთქვა, თქვენ გონება გახსნილები ხართ, ის კიდევ გონება დახურულია. აი, რაღაც ესე. ანდა რაღაც სხვაობა არის, რელიგიური სხვაობაც, თუ კი უცხოელია თქვენი პარტნიორი, ნუ თავისთავად სხვაობა არის კი. თავისთავად სხვაობა არის კი. იმედია არ წყდება კადრი ჩემო ძვირფასებო. კიდევ ის რომ ცუდად ეხლა ყველანაირ ურთიერთობაზე უარს ამბობს და თუმცა უნდა, მაგრამ უარს ამბობს ამ ეტაპზე ინიციატივა აქვს, მაგრამ მაინც ვერ წყვიტავს. თუმცა გამგზავრება უნდა სადღაც, გამგზავრებაზე საუბრობს და ბედის ბორბალი და ნახეთ ქვემოდან რა კარტია, სიყვარული. ურთიერთობა, ახალი ან განახლებული ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ თქვენი პარტნიორი ბედს ისევ ეცდება თქვენთან დაკავშირებით, ეს რამდენად გაგახარებთ, ეხლა მე ამაში არ დამადანაშაულოთ, ჩემო მეგობრებო. გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენსკენ, აი, გადაწყვეტილების მიღება სიყვარულისკენ, რადგან ამ 4 კარტით თუ ვიმსჯელებთ, ბედის ბორბალი, ქურუმი, ადამიანი, განაჩენი და შეყვარებულები, სიახლეები, ამ ყველაფერზე თუ ვიმსჯელებთ, თქვენი პარტნიორიდან ელოდეთ სიახლეებს ნამდვილად თქვენსკენ, ახალ შესაძლებლობებს მოძებნის, ახალ რაღაცებს მოიფიქრებს, ახლებურად მოიფიქრებს რაღაცას, ჩემო მეგობრებო, რაღაც თავის გონებას ჩხართავს, ეს შეიძლება იყოს A ვარიანტი, B ვარიანტი, C ვარიანტი, ანუ A თუ არ გამოვა, B გამოვა, თუ არა C გამოვა. ანუ ყურეთ, შეიძლება სხვისი საიტით მოგწეროს, დაგიახლოვდეთ, ან პირადად მოგწეროთ და რაღაც ვარიანტები შემოგთავაზოთ და მას სამივე ვარიანტი აწყობდეს. აი, რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რომელს აირჩევთ, მას ყველა აწყობს. ანუ ხო ხვდებით, რასაც ხსნი და ვამბობ. კი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ გამოუვა. იმიტომ რომ თქვენ არც ერთზე არ დათანხმდებით. დატოვებთ ასე პირში წყალგამოვლებული მეგობრებო. აი, ბოლო 6 კარტი ამბობს იმას, რომ ყველანაირ ოცნებას ჩამოამხობთ თავზე რო იტყვიან. კი, მეც ასე ვიზამ ზუსტად. აი, ეს ელოდება ჩემ პარტნიორსაც. აი, ჩემო მეგობრებო, ესეთია ამ ჩემი ლამაზი დასტით. დღევანდელი თქვენი პარტნიორის ქმედებები. მოკლედ, ეხლა რა მინდა? ამ კარტს ავიღებ, რომ მაგიდა გავანთავისუფლო. ჩემო ძვირფასებო, ვინც გვიან შემოგვიერთდით, მოგესალმებით. დღეს მაქვს ლაივი საჯარო გაშლის თემით, ჩვენი პარტნიორი. კითხვებზე პასუხი არ გვაქვს და სავარაუდოდ, როდის გავაკეთებ, არ ვიცი. ასე რომ, როდესაც მოვალ თქვენთან ლაივით, მოვალ საჯარო თემით. მომიტევეთ ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ესე გადავწყვიტე მეგობრებო. ეხლა მოდით გავაგრძელოთ ჩემი მეორე დასტით, ქვიშის საათი. აი, რას გვეტყვის ეს დრო თქვენ პარტნიორზე, რასთან არის დაკავშირებული ეს ქვიშის საათი, რა დროზე საუბრობს, რასთან დაკავშირებით საუბრობს დროზე თქვენი პარტნიორი. აი, რაზე საუბრობს, დროს, ჩემო მეგობრებო,
რა ვქნა, ნახეთ? ამას არ ველოდი. თქვენი პარტნიორი. თქვენ პარტნიორს დროის ათვლა ჩართული აქვს და ეხლა გეგმავს. თქვენთან მოლაპარაკებით მოვიდეს. ეხლა კიდევ ვიმეორებ, რამდენად დაიჯერებთ ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა მე გეუბნებით, რომ მოვა მოლაპარაკებებით, მოვა იმედებით, მოდის დაკონკრეტებით და მოდის რო იტყვიან ბიბლიაზე ხელის დადებით. მოშორდეს. გეთანხმებით, მოშორდეს. მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა, რასაც ამბობს ჩემი ლამაზი დასტა, უნდა მოვიტანო თქვენამდე. მას ეს უნდა, რომ მოვიდეს დაკონკრეტებით, ბიბლიაზე ხელის დაფიცებით. ახლა რამდენჯერ დაიფიცა და დაიჯერეთ და იმედი გაგიცრუათ, ეს მე არ ვიცი. ეს თქვენ უფრო გეცოდინებათ, მაგრამ აი, სხვაობა ნახეთ. როგორი განსხვავებულები ხართ, ჩემო მეგობრებო? როგორი განსხვავებულები ხართ, ნახეთ? სად შენ და სად მე, ეკა. მეგობრებო? როგორი განსხვავებულები ხართ, ნახეთ? სად შენ და სად მე, ეკა. იქნებ და რომელიმეს მართლა გქვიათ ეკა. ანუ, რისი თქმა მინდა, ძალიან განსხვავებულები ხართ. კი ჭედავს მეგობრებო, მომიტევეთ და ბოლოს ვამბობდი იმას, რომ ძალიან განსხვავებულები ხართ. აი ნახეთ, სად შენ და სად მე, ეკა რო იტყვიან. არ ვიცი რატომ ითიშება, შეიძლება ჩემთან ჭედავს და არ იჭერს კარგად. თუმცა მობილური ინტერნეტით ვსარგებლობ მეგობრებო და ძალიან მინდა რომ დავასრულო ისე რომ რაიმე ხარვეზები არ კონდეს და არ წამეშალოს ლაივი, იმედია შევინახავ. და მოკლედ თქვენთან დაკონკრეტებით უნდა მოსვლა. თუმცა გეტყვით იმას, რომ აი გაკონტროლებთ, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თქვენი პარტნიორი. რეგულარულად გაკონტროლებთ სოციალურ ქსელებში. თქვენი კონტროლი მიდის 24/7-ზე. კი, გაკონტროლებთ. სხვადასხვა საიტებით გაკონტროლებთ, აკაუნტებით რო იტყვიან, დამალული სურათით, ფოტოებით, აი, ყალბი საიტებით რო იტყვიან. კი, კიდევ რაც გეტყვის? ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე. გხედავთ, აი, ნახე, თქვენ ხართ მისი კედელი, საყრდენი კედელი. თქვენ ხართ მისი სრულყოფილება, დიდი სიყვარული. გააკვირვებთ თქვენი საქციელებით მას და ამავე დროს გულიც აქვს ჩაბზარული თუ აი დასერილი რო იტყვიან. არა, თქვენი კომენტარები არ გამოჩნდება ლაივს, როცა ავტვირთავ. არა, არ გამოჩნდება. არა, არ გამოჩნდება. ამაზე არ ინერვიულოთ. კიდევ 1-2 კარტი და სხვა დასტა, მეგობრებო, აი ამ დასტით მეც არ გავაგრძელებ. არ ვიცი რამდენად გჯერავთ, რასაც ვამბობ, მაგრამ აი თქვენს თვალწინ გადავჩეხე კარტი და ამოვიღეთ. თქვენ ხართ მისი დიდი სიყვარული, თქვენ ხართ მისი გულის მელოდია, არ ვიცი რა მელოდიაზე საუბრობს. თქვენ ხართ მისი პოტენციალი სიყვარულის. თქვენთან ამ ადამიანს უნდა ძალიან დიდი გრძნობები აქვს და სიყვარული და სამართლიანობამ უნდა რომ იზეიმოს. აი, მეგობრებო, თქვენს თვალწინ ვიღებ კარტებს და ამას არავის არ ეუბნება. არც თქვენ გეუბნებათ, მაგრამ ეხლა რასაც მე ვამბობ, ამბობს იმას, რომ აღარ უთხრა მეტიო. ანუ საკმარისია ამ დასტით, ჩემო მეგობრებო, ასე რომ კი, რასაც კარტები საუბრობს, არ იფიქროთ, რომ სიცრუეა, მეგობრებო, ეს ყველაფერი მართლაც საინტერესოა და სიმართლეა, იმიტომ რომ არასდროს არ ტყუის კარტი. ასე რომ ჩემ კარტს მადლობას ვეტყვი და გადავდებ და გავაგრძელებ ეხლა ჩემი მეორე დასტით.
აი რა არის ის, რასაც არ გეუბნებათ კიდევ თქვენი პარტნიორი და უნდა იცოდეთ. მოძონძდება. გაწმუნებთ. ჩემი მეგობრებო დაძუნძულობს უკვე. საიდან არ მწერს, საიდან არ მიგზავნის მეგობრობას, აი ვერ აღწერ, ვერ გადმოვცემ, დავიღალე უკვე რო ვთქვა. ძალიან დავიღალე თავისი საქციელებით და უკვე ბლოკავ გეფიცებით. წაუკითხავთ ბლოკავ უკვე. აი ეკუთვნის საღამო მშვიდობის. საინტერესოა კი. გეთანხმებით, არც მე აღარ მაინტერესებს, აი გეფიცებით, ვაიმე, გეფიცებით არ მაინტერესებს მეც, მაგრამ ნუ რა ვქნათ. აი, თავისი საქციელები, რას გეტყოდათ, რას არ გეტყვით. არ გეტყვით იმას, რომ თავისი საქციელები ყველაფერი იყო ტყუილი და ყველაფერი იყო შენიღბული თავისი საქციელებით. არ გეტყვით იმას, რომ აი ტყუილებით დაიწყო თავისი ცხოვრება თქვენთან მიმართებაში. არ გეტყვით იმას, რომ ხართ ეხლა მისთვის მხოლოდ თქვენ და მეტი არავინ. ანუ მასში აღვიძებთ სექსუალურობას, მომიტევეთ, მაგრამ ასია და თქვენ ხართ ეხლა ის ადამიანები, ვინც საზღვრები დაუწესა და გაუშვა როიტყვიან მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ. აი ასე. როიტყვიან მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ. აი ასე. კიდევ გაჭედა. სამოგზაუროდ გაუშვით. კიდევ რას არ გეტყვით? იმას არ გეტყვით, რომ გარბოდა, მორბოდა, მირბოდა, მოდიოდა, მიდიოდა, წასულ-მოსული. გაათვალიერებთ, აი მეორე კარტი უკვე, რომელიც ამბობს. აი, გაათვალიერებთ სოციალურ ქსელში 24/7-ზე, მეგობრებო, ნახეთ, აგერ ცხვირს ხედავთ, ცხვირი, პროფილი, იქნებ ვინმეს გავდეს. თქვენ პარტნიორს, მეგობრებო, იქნებ ვინმეს გავდეს. იქნებ რომელიმე თქვენს პარტნიორს გავს. მოდი აღწერ გინდათ. აი არის ბლანჟეებით, წვერულვაშით, უყვარს კაპიშონის ტარებაც, მოდი იქნებ ვინმესთან, აი ზუსტად ესე გაგიხარდეთ და აღწერო. ადამიანი, რომელიც ხშირად არის პროფილით, რომელსაც აქვს ცოტა ისეთი მამაკაცური ცხვირი, ზედა წამოწეული ტუჩით, ბევრი თქვენი პარტნიორი იქნება მორიჟო, ქერა, რუსის ტიპის, მაღალი, მხარბეჭიანი, აი დიდი და გრძელი პირის სახით, ესეთი შთაბეჭდილება მჩება და აი არ ვიცი რამდენად დაგანახებთ, მაგრამ კი ადამიანი, რომელიც 24/7-ზე ინტერნეტში არის. ხო, კაპიშონით. ხშირი თვალწარბით, წამწამით, ანუ ხშირი წარბები, სქელი წარბებით, წვერით, ბლანჟე ხშირი აქვს, ანუ შეიძლება ეხლა მე ვერ ვხედავ გამელოტების მელოტის სტადიას, მაგრამ რასაც ვხედავ არის კი ესე რუსის ტიპის. მაინც ვერაფერს გაიგეთ ჩემზე. ძალიანაც კარგი, არც უნდა გაიგოს და ვერც უნდა გაიგოს ვერაფერი. კიდევ რა? ის რომ ცუდათაა. ძალიან ცუდათაა უთქვენოთ. ძალიან ცუდათაა უთქვენოთ. აი ჩემო მეგობრებო, უნდა თქვენთან სიახლოვე, უნდა თქვენთან ურთიერთობა უნდა თქვენთან. რადგან თქვენ ხართ მისი, თვითონ ამბობს, რომ უთქვენოთ ცარიელი სულ დაცარიელებულია უთქვენოთ. როიტყვიან და მეორე შანს ითხოვს თქვენგან.
კი, მეორე შანსი უნდა თქვენგან და გარისკავს. ნუ გარისკავს, თუ კი თქვენ მიცემთ ამის საშუალებას. ანუ თქვენ თუ გარისკავთ, ისიც გარისკავს. რაც შეგვიძლია. თქვენ თუ გარისკავთ, თუ გაქვთ 2 თავი და 10 კისერი, ხო, თქვენს გარეშე მაინც ვერ იქნება. ეხლა თქვენი ჯერია, ეხლა ჩვენი დროა, გოგოებო და ბიჭებო, ეხლა ვინც მე მისმენთ, ეხლა არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ჩვენი დროა. ეხლა ჩვენი დროა. დიდხანს ველოდი. ანუ მეგობრებო, თქვენი პარტნიორი გადის კარმულ გაკვეთილებს. ოხ, რა მძიმეა და რთულია. აქ არის ჩარევები ადამიანების. აქ არის საკუთარ თავში ეჭვის შეპარვა, ანუ ეხლა ეს ადამიანი იმყოფება, იცით როგორ სტადიაში საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. თამაშის დრო არ მაქვს. ხო და თქვენ ხართ მისი იმედი, თუმცა თქვენშიც ეჭვი ეპარება უკვე ამ ადამიანს. რომ უარი არ უთხრათ. რომ თქვენ დაასრულეთ უკვე ეს ურთიერთობა, თქვენ აღარ გინდათ უკვე და თქვენ უკვე ამ კრიზისიდან უკვე გინდათ რომ გამოხვიდეთ. ანუ თქვენ იმ კრიზისში რაშიც იმყოფებით, ამის დასრულება გინდათ. ანუ ეს ურთიერთობა თქვენთვის არის კრიზისის მომტანი და თქვენ გინდათ რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ კონფლიქტი, რადგან ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ ამ ყველაფერმა და თქვენ აღიარებთ. თუმცა თქვენი პარტნიორიც აღიარებს იმას, რომ ამ მისმა საქციელმა თქვენ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენათ. ეს აღიარა უკვე. ძალიან დიდ სტრესში შეგიყვანათ და დაგიტოვათ ძალიან დიდი ემოციური ფონი, რომელიც ეხლაც გაქვთ. კი. რომელიც ეხლაც გაქვთ რაღაც დროის მომენტია, ზოგჯერ ძალიან მოგაწვებათ, მაგრამ ზოგჯერ იცი როგორ ხართ მეგობრებო, ზოგჯერ ერევით, მაგრამ ზოგჯერ ვერ ერევით ამ ყველაფერს და მაინც მოქმედებს თქვენზე. ანუ გამოდის რაღაც მომენტი, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე გასული არ გაქვთ. აი ესაა და ეს. ხო. კიდევ 1-2 კარტი. აი რამდენადაც არ უნდა შეეწინააღმდეგოს თავის თავს. თქვენი პარტნიორი, აი ესე არის. აი თქვენ ხო იყავით ესე. აი ესე თქვენთვის ჩაკეტილები და ყველაფერზე უარს ამბობდით, დაჟე რო იტყვიან, საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებოდით, უკვე აღარ გინდოდათ არაფერი, ისე იყავით მეგობრებო. ეხლა თვითონ არის ესე მიტოვებული. აი ეხლა ზუსტად ის პერიოდი, რაც თქვენ გაიარეთ, ეხლა მასთანაა მისული. კი, ძალიან ცუდად არის. ეს თუ კიდე გამშვიდებთ ოდნავადად მაინც, ესე არის თქვენი პარტნიორი კიდევ. როგორ უნდა თქვენთან ოჯახი? თქვენთან შვილი უნდა, თუმცა შეცდა. თავის შეცდომებზე საუბრობს კი. რაღაც მოხდა თავის ცხოვრებაში ისეთი, რომ თითქოს და რაღაც ნაპერწკალმა, მაგრამ გაიარა. კარმამ მოუკაკუნა. თქვენს პარტნიორს მოუკაკუნა კარმამ მეგობრებო. და ეხლა ძალიან ცუდადაა. ძალიან ცუდადაა. იქნებ თქვენც ხართ მისი კარმა, არ გამოურიცხა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ჭკუის მასწავლებელი. რომელმაც უნდა მიიყვანოს იმ ზომამდე, რომ აი გაარონიოს, გაატაროს უნდა ის ჯოჯოხეთი, რაც თქვენ გაგატარათ. ანუ ეს ასე უნდა მოხდარიყო. თქვენ მის ცხოვრებაში ესე უბრალოდ არ ხართ და არ მოხვდით. ანუ თქვენ ერთმანეთს ესე უბრალოდ არ შეხვდით, არ გადაეყარეთ. ეს ისკრა ესე უბრალოდ თქვენ შორის არ მომხდარა. ეს ასე უნდა მოხდარიყო, იმიტომ რომ თქვენ გესწავლათ თქვენი თავის ფასი, თქვენი თავის სიყვარული პირველ რიგში და თქვენ პარტნიორს ესწავლათ თქვენი ფასი. თუ რაოდენო ძვირფასი ხართ მისთვის და იყავით მისთვის, სანამ იყავით მის ცხოვრებაში. კი, აი ესეა ჩემო მეგობრებო. მეც იგივეს ვღებულობ ეხლა ამ გაშლიდან, რომ მე უნდა მესწავლა საკუთარი თავის ფასი, რაც ვისწავლე, ასე რომ უკან არანაირი ნაბიჯები ცხოვრება წინ.
აი ასე. არა, კითხვაზე პასუხი არა. აი როგორ არის ახლა ხელფეხშეკრული? შორს, თქვენგან შორს. თქვენ ხართ მისგან შორს. თქვენ წახვედით უკვე მისგან შორს. თვითონ წავიდა თქვენგან შორს, მაგრამ დარჩით წასული თქვენ მისგან შორს. მაგრამ თქვენ მაინც მისი გულის მელოდია ხართ. ნუ რა ვქნა. თქვენ ხართ მისი გულის მელოდია, მეგობრებო, რამდენადაც არ უნდა ეხლა ეწინააღმდეგოს საკუთარ თავს თქვენი პარტნიორი. თქვენ ხართ, რამდენადაც არ უნდა ეხლა ეწინააღმდეგოს საკუთარ თავს თქვენი პარტნიორი. თქვენ ხართ გულის მელოდია. დიდი მადლობა ჩემ დასტას და ეხლა გადავედი დროის დასტაზე, რომელიც ვიცი რომ ძალიან გიყვართ. ჩემი ლამაზი დასტა, ძალიან გიყვართ. ძალიან ლამაზი კარტებია, მეგობრებო. ძალიან ლამაზი. ასე რომ მოდი ეხლა ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი თუ ადამიანი, ვინცა არ აქვს მნიშვნელობა. რა დროის მანძილზე მოვა გონზე და გადმოდგამს სასიკეთო ნაბიჯებს თქვენსკენ. ნუ რა თქმა უნდა, ეს თქვენ თუ გაწყობთ, მიიღეთ ეს კითხვაც და პასუხიც, ჩემო მეგობრებო. თუ არ გაწყობთ და აღარ გინდათ მისი დაბრუნება, უბრალოდ არ მოусმინოთ ეხლა ამას, რასაც ეხლა მე გავაკეთებ. თუ არ გაინტერესებთ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი, რა დროის ვადაში გადმოდგამს ნაბიჯებს. შემოდგომა რა დროის ვადაში? სექტემბერი. ანუ ყველაზე კარგი დროა, ცოტა მოგვიანებით. სექტემბერი, ანუ შემოდგომის პერიოდში ეს არის საუკეთესო დრო, რომ ამ ადამიანმა თქვენსკენ ნაბიჯები გადმოდგას. ან ვიტყვი კიდევ დავამატებ, ამ კარტზე თუ ვიმსჯელებთ, ჩემო ძვირფასებო, აქ არის ძალიან ლამაზი სურათი, რაღაც დღესასწაული, რომელიც შეიძლება ახლოვდებოდეს დაბადების დღე, ან რაღაც ბანკეტი, ან რაღაც შეკრება, ან რაღაც ისეთი აღსანიშნავი დრო, დაგეგმილი დრო, ან თქვენს პარტნიორს აქვს რაღაც დაგეგმილი დრო, როდესაც გადმოდგამს შერჩეული დრო, რომ თქვენთან ერთად აი ესე აღნიშნოს. ნახეთ, ჭიქები, აქ არის მაგიდა, გამზადებული მაგიდა, სადაც რაღაცას აღნიშნავთ და თვითონ ფიქრობს ესე. ნახეთ, ეხლა ქვემოდან მინდა გაჩვენოთ რა კარტია. კარგად დააკვირდით ესე, თუ აი გავს თქვენი პარტნიორის აღნაგობას ეს სურათი. ანუ თქვენი პარტნიორი თითქოს ყოველთვის უყურებს საათს და სადღაც მიეჩქარება და არ დაგავიწყდეთ კიდევ ის რომ ქვიში საათი, თქვენი პარტნიორი თითქოს ყოველთვის უყურებს საათს და სადღაც მიეჩქარება და არ დაგავიწყდეთ კიდევ ის რომ ქვიში საათი იყო და არ დაგავიწყდეთ, რომ ქვიში საათი იყო იქ ნაჩვენები, რომ თქვენი პარტნიორი თან აღნიშნე, რომ საათს უყურებს ხშირად და თითქოს და ნახეთ, ესე ზურგით სადღაც მიეჩქარება. თითქოს და სადღაც მიეჩქარება თქვენს პარტნიორს. აი, მეგობრებო. თქვენი პარტნიორი. ეხლა აქ თუ აღნაგობასაც შევხედავთ, ნახეთ, ეხლა იმ სურათში, რაც წეღან აღწერე იმ დასტიდან, ჩემო მეგობრებო, სადაც პროფილში იყო და კაპიშონით თუ კეპკით თუ ქუდით, სახე არ ჩანდა, ეხლა აქ თუ ზურგიდან იმ სურათს მივადარებთ, ძალიან გავს თქვენ პარტნიორს, ანუ ესეთი სტილის არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ესეა ჩემო ძვირფასებო და ქვემოდან ნახეთ რა კარტია. თქვენი პარტნიორი დაბრუნდება მაშინ, როდესაც თქვენ
უკვე საკუთარ თავს წინააღმდეგობას აღარ გაუწევთ და იქნებით ესეთი ბედნიერები. აქ არის ზაფხულის სურათი, რომელიც ეხლა ქალბატონი მიდის ზღვაზე, არის ზღვაზე იმყოფება და ერთობა სერფინგის დაფით, ასე რომ კი ბატონო, გაერთეთ მეგობრებო, ამ ზაფხულში გაერთეთ. იბედნიერეთ, იზეიმეთ, დაკავდით თქვენი ცხოვრებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. და მაინც მინდა ეხლა ჩვენი ლაივის ბოლოს ამ ჩემი ლამაზი დასტით რჩევა ვკითხო კარტს. რჩევა სამყაროდან თქვენ. რჩევა თქვენ სამყაროდან. ამ სიტუაციაში ეხლა რაშიც იმყოფებით, როგორ უნდა მოიქცეთ, რას გირჩევთ სამყარო? აი მეგობრებო, თქვენი კარტი. რას გირჩევთ სამყარო და იმას გირჩევთ და კი არ გირჩევთ, უბრალოდ გეუბნებათ, რომ თქვენ გელოდებათ ურთიერთობა, სადაც გიქნებათ ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი ვნება, აქ იქნება ნიშნობა, ქორწინება, გაგება, პარტნიორობა და ეს შეიძლება იყოს კიდევ ვიმეორებ, თუ კი გსურთ თქვენი პარტნიორის დაბრუნება და თქვენი ურთიერთობა განახლდება. თუ არ გსურთ თქვენი პარტნიორი და უკვე აღარ გინდათ მისი არაფერი, წარსულზე ვსაუბრობ, ელოდეთ ახალ პარტნიორს, რომელთანაც გექნებათ ძალიან თბილი და ემოციური ურთიერთობა და ეს იქნება ნიშნობა და ქორწინება. აქ იქნება ნიშნობა და ქორწინება, მეგობრებო, ასე რომ დამშვიდდით, არ ინერვიულოთ არაფერზე, ყველაფერი მიანდეთ უფალს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ერთი წუთით, მეგობრებო, ესე უნდა. და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ასე რომ არაფერზე არ იხელვოთ. ყველაფერი მიდის იქეთ, საითაც უნდა მიდიოდეს. მე კი დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, ამ ტკბილ და გემრიელ ნოტებზე უღრმესი მადლობა ყველას, თითოეული ლაიქისთვის, თითოეული კომენტარისთვის, გამოწერისთვის, საჩუქრებისთვის უღრმესი მადლობა ყველას. მე კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. იცოდეთ, რომ ამ ლაივს შევინახავ და ავტვირთავ YouTube-ზე, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ, ვინც ვერ შემოგვერთვით, იქ უყურებთ თავიდან ბოლომდე. რაც მინდა გითხრათ ბოლოს არის ის, რომ ვისაც გსურთ პირადი გაშლები, პირადი ფასიანი გაშლები, YouTube-ზეც მაქვს დატოვებული ჩემი ნომერი, თუ არა და აქვე მომწერეთ TikTok-ზე, გადმოდით ჩემ გვერდზე, პირად შეტყობინებაში მომწერეთ კონკრეტულად ჩემო მეგობრებო. აი ზედმეტად გადახრილი კითხვებით ძალიან გთხოვთ, არ შემოიფარგლოთ, იმიტომ რომ არ ვპასუხობ, ასე რომ ნებისმიერ კონკრეტულ შეკითხვაზე გიპასუხებთ კონკრეტულად პირადში. მე კი გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა ყველას და მშვიდობიანი ღამე, ჩემო ძვირფასებო. აბა დროებით.